მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ პლასმასის ნაწილაკებზე, ადამიანის ორგანიზმში და მათ გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. ალბათ ეს საკითხი ყველას გავგია მეტნაკლებად, დღემდეც მსოფლიოში არ არის ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პლასმასის ნაწილაკები ახდენს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, თუმცა იმ კვლევებიდან გამომდინარე, რაც უკვე არსებობს და რაც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ პლასმასის ნაწილაკები მეტნაკლებად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და სასარგებლო ნამდვილად არ არის. კვლევების შედეგად უამრავ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სისხლში გააჩნია პლასმასის ნაწილაკები, აღმოჩნდა, რომ სპერმაშიც არის და ის არსებობს ეჭვი, რომ მეტნაკლებად ახდენს გავლენას ადამიანის ნაყოფიერებაზე, კერძოდ კი ამცირებს. ასევე პლასმასის ნაწილაკები, რა თქმა უნდა, აღმოჩენილია ნაწლავის სანათურში, ღვიძლში, ტვინშიც კი. რაც დადასტურებულად ვიცით, არის, რომ ეს ნაწილაკები იწვევენ მათ გარშემო არსებული ქსოვილის ოქსიდაციას. ანუ თუ სიტყვაზე სისხლის კედელთან რაღაც პატარა ეს ნაწილაკი მიეწევება, იმ ადგილის ოქსიდაციას გამოიწვევს და აუცილებლად გამოიწვევს ანთების პროცესს. ანთების პროცესის განვითარება სისხლის კედელზე ძალიან ხშირად ახლავს თრომბის ჩამოყალიბება, ხელსაწყოს ათეროსკლეროზის განვითარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არსებობს შეხედულება, რომ რაც უფრო შორს წასულია ათეროსკლეროზული პროცესები ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მეტია ამ ადამიანის ორგანიზმში პლასმასის ნაწილაკები. საიდან ხდებიან ახლა ესენი ჩვენს ორგანიზმში? ძირითადად სითხეების საშუალებით, ეს იქნება წყალი თუ მინერალური სასმელები თუ ლიმონადი, რომლებიც ძალიან ხშირად მოთავსებულია პლასმასის ბოთლებში. წყალი, სასმელი წყლებიც ძალიან ხშირად მიედინება პლასმასის მილებში და ეს ყველაფერი შემდეგ რა თქმა უნდა წყალში მცირე დოზით, მაგრამ მაინც ხდება პლასმასის, ესე იგი პოლიმერების დაშლა და შეიძლება მონომერებამდე არა, მაგრამ დიმერებამდე და ასე შემდეგ იშლება და ეს ნაწილაკები შემდეგ ხდება ჩვენს ორგანიზმში. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ პლასმასის წარმოება შეამციროს, იგივე აქციები რაც ტარდება პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს ბუნებაში მათი გამოყოფა და რა თქმა უნდა შემცირდეს მიკრო, ასე ვთქვათ, პლასმასის ნაწილაკების შემცველობა ადამიანის ორგანიზმში. ეს რომ მავნებელი არ იყოს, არავინ არ შეიცვალებდა თავს. ერთ-ერთი გამოსავალი, მე ხა ვერ ვისაუბრებ იმაში, რომ გარემოში რო ხდება უამრავი პოლიეთილენის პარკი და სხვა პლასმასის ნაწარმოები, ის რა თქმა უნდა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე, ძალიან დიდი ხანი ჭირდება მათ დაშლას და უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნას შეიძლება საუკუნეები, ათასობით წლებიც კი დაჭირდეს. ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ადამიანის ორგანიზმში, როგორ შეიძლება შემცირდეს აი ამ მიკროპლასმასის ნაწილაკების შემცველობა. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ როდესაც ვღებულობ, თქვათ, იგივე მინერალურ წყალს, ეს კონკრეტულად ნაბეღლავი ამ შემთხვევაში პლასმასის ბოთლშია მოთავსებული და ის აუცილებლად შეიცავს პლასმასის მიკრონაწილაკებს. უნდა შევეცადოთ, რომ შევიძინოთ შუშის ბოთლებში. მე ბორჯომს არ უწევ ამ შემთხვევაში რეკლამას, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ სახლში მინის ბოთლი მაგ ბორჯომის და საჩვენებლად უბრალოდ ვიყენებ. ნებისმიერ არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მინერალური წყალია, თუ ალკოჰოლური სასმელია, თუ ტკბილი გაზიანი სასმელი. ნებისმიერი უნდა შევეცადოთ, რომ შევიძინოთ მინის ბოთლში. აი ნორმალურ ქვეყნებში, ხა მაგალითად რა ხდება გერმანიაში, არის ესეთი რეციკლირების მანქანები, რომლებიც ფაქტობრივად თითქმის ყველა სუპერმარკეტშია მოთავსებული, შენ მიდიხარ და ცარიელი ბოთლს აგდებ, მას აქვს სპეციალური ესეთი ხველი, სადაც უნდა შეაძვრინო ეს ბოთლი
და დაახლოებით 25 ცენტით საჩუქრდები, როდესაც მოათავსებ ცარიელ ბოთლს. ეს ძალიან ჭკვიანური სისტემაა მოფიქრებული, რომლის შედეგადაც ფაქტობრივად ყველა მინის ბოთლი ყოველ შემთხვევაში უდიდესი უმრავლესობა ისევე რეციკლირებას განიცდის, უკანო ბრუნდება მწარმოებელს, იქ აირეცხება და ხელახლა ხდება იმ თქვა ალკოჰოლური სასმელი იყო თუ გაზიანი სასმელი ხელახლა გამოშვება. ამით მცირდება უშუალოდ თვითღირებულება იმ კონკრეტული სითხის და ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც ბევრად უფრო უსაფრთხოა მინის ბოთლებში წარმოებული ნებისმიერი სითხე. სხვადასხვა მინერალური წყლები ბევრს გონია რომ მინერალური ნივთიერებები იწვევს პლასმასის დაშლას, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. მინერალური ნივთიერებები პირიქით ერთგვარ შრეს წარმოქმნის პლასმასის ბოთლის შიდა კედელზე და ხელსაც კი უშლის მის დაშლას. მაგრამ ის რაც ძალიან უწყობს ხელს პლასმასის დაშლას, ეს არის გაზი. ანუ CO2-ზე მაქვს მაღალი წნევით ჩატომბულ CO2-ზე მაქვს საუბარი, ის ძალიან აზიანებს პლასმასის კედლებს, იწვევს მისი პოლიმერების დახლეჩვას და ეს მიკროპლასმასი მე რა თქმა უნდა გადადის სითხეში და ხდება ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, რომ გაზიანი სასმელები არ იყოს მოთავსებული პლასმასის ბოთლში. ხა ვიცი რომ ანტირეკლამას ვაკეთებ, მაგრამ ვისაც გვაქვს საშუალება უფრო ძვირია, რა თქმა უნდა, მინის ბოთლებში მოთავსებული შესაბამისი სითხეები, მაგრამ შევეცადოთ, რომ არ შევიძინოთ პლასმასის ბოთლებში მოთავსებული გაზიანი სასმელები და ვეცადოთ, რომ ის იყოს მინის ბოთლებში მოთავსებული და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში წარმოუდგენლად ძვირია მინის ბოთლებში მოთავსებული გაზიანი სასმელები. ერთ-ერთი გამოსავალი არის სწორედ იმ რეციკლირების მანქანების განთავსება ყველა სუპერმარკეტში თუ მინიმარკეტში, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, რომ მიიტანოს სარიელი ბოთლები, ჩაღაროს და შესაბამისად მისი თანხა აიღოს. ეს ასევე შეამცირებდა მოთხოვნას უშუალოდ მინის ბოთლებზე წარმოებელს არ მოუწევდა ყოველი ახალი პარტიის, ესე იგი ახალ მინის ბოთლებში ჩამოსხმა, ის გამოიყენებდა ძველსას და შესაბამისად თვითღირებულება შემცირდებოდა ამა თუ იმ გაზიანი სასმელის, მაგრამ ამას ჭირდება ნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან პირველ რიგში ხალხისდანაც უნდა მოდიოდეს ამის მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და ჩვენი ჯანმრთელობა და ასევე ფასებიც შევინარჩუნოთ სასურველ დონეზე. ასე რომ მეგობრებო, შევეცადოთ, რომ ძირითადად გამოიყენოთ მინის ბოთლებში ჩამოსმული სასმელები, ასევე სახლის პირობებში, ვისაც კერძო სახლი გააჩნიათ და აქვს ამის საშუალება, გამოიყენოს სპილენძის მილები, ძალიან ძვირი ხდება ამით მთლიანი სისტემის აწყობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ღირს ვისაც აქვს ამის საშუალება. და თუ არა და არსებობს ფილტრებიც, რომლებიც კერძო სახლებში შეიძლება მათი დაყენება გააქტიურებული ნახშირის კონკრეტულ სახეობებზეა საუბარი, ყველა არ აკეთებს ამას. ფილტრები, რომლებსაც აქვს ის ფუნქცია, რომ გაფილტროს წყალი მიკროპლასმასისაგან. თუ მსგავს ფილტრებს დააყენებთ, ის მნიშვნელოვანწილად შეამცირებს თქვენ წყალში მიკროპლასმასის შემცველობას და შესაბამისად შემცირდება მისი შემცველობა ადამიანის ორგანიზმშიც. ყველა ჯანმრთელობას გისურვებთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.